ღამის საათებში მე გამიკვირდა ის რომ ეს უკვე აღარ გავდა იმ ავტომატური იარაღით სროლებს ეს იყო გამოყენებული დიდი იარაღი ეგრეთ წოდებული ყუმბარწნები იყო გამოყენებული და იყო კიდევ ბოდიშით რა რიცხვია 2 აგვისტო 2 აგვისტო დიახ 2 აგვისტო გამთენიისას 6 საათზე და იყო ისეთი იარაღი გამოყენებული რომ ეს იარაღი არც სამშვიდობო ძალებს არ უნდა ქონოდათ იქ დისლოცირებულს გინდა რუსებს გინდა ოსებს და არც ოსებს არ უნდა ქონოდათ შეტევა იყო პირდაპირ დამიზნებით სახლებზე ურტყავდნენ და ზუსტად 2 აგვისტოს დაიჭრა ჩემი წრწმუნებული სოფელ ნულში ნოდარ ჟამერაშვილი რა თქმა უნდა გადაყვანილი იყო გორში სამკურნალოდ და თქვა მისაჭიროება გახდება და დააფიქსირებენ რომ ნამდვილად შეიყვანეს დაჭრილი მთელი დღე არ გაჩერებულა სადღაც შუადღით გაჩერდა და უკვე ალბათ ყველა არხის ჟურნალისტები შემოვიდნენ იმ სოფელ ნულში და აფიქსირებდნენ თუ რა იყო რა მდგომარეობა იყო დაზიანებული სახლები ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა იმიტომ რომ სოფელში მარტო სოფლის ხალხი კი არა სტუმრებიც კი იყვნენ თქვენ წარმოვიდგინეთ შემოსულები და ეს ჟურნალისტების შემოსვლით რომ ცოტა ხანი გაჩერდა სამში რატომღაც სიმშვიდე იყო და არ იყო ისეთი სროლები 4-ში გაგრძელდა ისე და უკვე ვატყობდი რომ ეს არ გაჩერდებოდა 2-3 დღე მიდიოდა სროლები ჩაიკეტებოდა გზები შემოსასვლელი გზები მაგრამ შემდეგ ამის განეიტრალება ხდებოდა ხოლმე ჩარევით სამშვიდობო ძალების ჩარევით ჩვენი ხელისუფლებისა და რუსული სამშვიდობო ძალების შეთანხმებით მაგრამ ამას უკვე ისეთი მდგომარეობა იყო რომ მივხვდით რომ აღარ გაჩერდებოდა ამიტომ 5-ში შემოვიდნენ 5 რიცხვში ჩვენთან შემოვიდნენ ელჩების ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები მათ შემოყვა რუსეთის ელჩი საქართველოში ბატონი კოვალენკო რა თქმა უნდა ჩვენ უთხარით რომ ჩვენი სოფლები აი ესეთი სპეციფიკური სოფლები იყო ხეობაში იყო ჩავარდნილი აქეთ-იქით მთები იყო სოფლები დაბლა იყო მდინარის ორივე მხარეს ესენი იყვნენ მაღლა მთებზე წინ გამზადებული ასე რომ ვთქვათ სანგრები ბლინდაჟები ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ ზამთარ-ზაფხული იყვნენ და ასე რომ ვთქვათ არ გვისვენებდნენ არ ასვენებდნენ მოსახლეობას შემოვიდნენ და კოვალენკოს უთხარი რომ ხედავთ რომ ჩვენ გვიცავს ჩვენი პოლიცია და არის აქ მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია მეტი არავინ არ იყო მოდი ახლა დაავიდეთ და უთხრათ იმ ხალხს აი მთაზე ავიდეთ იყო მისასვლელი გზები და შევეკითხოთ რას აკეთებენ რათ არიან იქ მაგათ სოფლები არ არიან არ არის ხო მთებზე შედან და იქიდან კოვალენკომ ასეთი რაღაცა მითხრა მე ყაჩაღებს მე დიპლომატი ვარ ყაჩაღებს დევნას არ დაუწყებო ხელი გაიშვირა ყურაშვილისთვის ამის მოვალეობაო რომ მაგათ ზდიოსო აი ესეთი პასუხი გამცა მაშინ ამაზე კადრებიც არის გადაღებული როცა იქ ეს შეხვედრა როცა არის შემდეგ 6-ში უკვე ბოდიში ეს შეხვედრა თარიღი რომ გაიმეოროთ თუ არ შეწუხდით 5 აგვისტო 5 აგვისტო რომელი საათია დილით შემოვიდა და 12 საათი დილისა მადლობა შემდეგ 6 აგვისტოს ჩემთან შემოვიდა ხეობაში გუბერნატორი შიდა ქართლის რწმუნებული ბატონი ლადო ვარძელაშვილი და პოლიციის სამმართველოს უფროსი ბატონი დათო ტაბუცაძე ეს ორი იყვნენ შემოსულები ვაჩვენე დაზიანებული სახლები ვაჩვენე ყველაფერი რაც ხდებოდა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა მათი პოზიციები ოსური პოზიციები ყველაფერი ნახეს და მითხრა რომ დილით 7-შიო გელოდები გორშიო 8 საათზეო მანქანები დაგხვდება დატვირთულიო პროდუქტი დატვირთული ფქვილით რაღაცა და სახურავის მასალებით დატვირთული მანქანები რომლებიც უნდა წამოიყვანო ხეობაში გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიო რომ ჩაიკეტოსო მარაგი გქონდეთო ეს სახურავის მასალები კიდევ გადაუნაწილეო იმ მოსახლეობასო ვისაც დაუზიანდაო ასე რომ ვთქვათ სახურავი ვისაც დაუზიანდაო
6-ში ისეთი ამბავი იყო მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამეკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. და ამ დროს თქვენ რომ ამას აკეთებთ, რომ ახერხებთ, რომ ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია გააკეთებინა. თქვენი კოლეგებისთან გააქვთ კონტაქტი და ურთიერთობა, ეუბნებით რომ მე ამას ვაკეთებ და თქვენ რა შვებთ? კონტაქტები მქონდა, რა თქმა უნდა, სამშვიდობო ძალების სარდალთან, მამუკა ყურაშვილთან. მქონდა გუბერნატორთან და უთხარ რომ მე ვეღარ მოვდივარ, ეს უნდა გავაკეთო და იმიტომ ვერ მოვდივარ. ვინ იყო მაშინ? ალეკო ვარძელაშვილი. ხო. მქონდა ურთიერთობა და სატელეფონო კავშირები დიმიტრი სანაკუევთან და სახელმწიფო კანცელარიას ან მიკავშირდებოდნენ და ან უკავშირდებოდი ბატონი ჯამბულ ბაკურაძე მიკავშირდებოდა. მაშინ იყო პრემიერ-მინისტრის ან მოადგილე ანთანაშემწე, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ 2 საათში ერთხელ კავშირი ქონდა ხოლმე სატელეფონო კავშირი. ვითარებაზე ამახვილებდა ყურადღებას რა ვითარება იყო. და პასუხი რა იყო, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ ეს პროცესი, გამოყვანის პროცესი, რომ ავფრთხილებთ? პასუხი ასეთი იყო. გამგებლებისთან პასუხი იყო ასეთი, რომ შევათანხმებთ მთავრობასთან. არაფერს არ მეუბნეოდნენ, არც ევაკუაციაზე, არც არაფერზე. აბსოლუტურად ესეთი რამე არ იყო. შევათანხმებთ, გადავცემთ. დაველაპარაკებთ. აი იგი. ანუ გეორ, თქვენ რო დაიწყეთ ეს ევაკუაცია, ასე ვთქვათ, და თქვენ რო უთხარით, რომ მე უკვე აი ევაკუაციას ვაკეთებ აქ. იმათმა რა გითხრეს, რომ გააჩერე ეს პროცესი თვითნებურად? არ უთქვიათ ეგ რომ გააჩერეთ. თუ შევათანხმებთ და არა, ევაკუაციაზე ბავშვებზე და ქალებზე დამთანხმდნენ რომ უნდა გამომეყვანა. ძირითადად უნდა გამომეყვანა ბავშვები და ახალგაზრდა ქალები. აი იმ დღეს. მაგრამ თქვენი ძალებით, თქვენი ტრანსპორტი. ჩვენი ძალებით, კი, ჩვენი ძალებით გამოვიყვანეთ. მაშინ მოგეხსენებათ, მოსავლის აღების პერიოდი იყო და ჩვენთან საწვავი დამარაგებული ქონდა, თორე ისე, აი იმ ხეობასთან, ხო, 20 კილომეტრის რადიუსში არც ერთი გასამართი სადგური არ იყო. აი დაემთხვა, რომ საწვავი მქონდა და სახაზო ავტობუსები, რომლებიც უკვე ვეღარ მოძრაობდნენ, თბილისი-ავნევი, ნულიგორი, ხაშურის, აი ეს ავტობუსები მოვაგროვეს, სკოლის ავტობუსები და იმით გავაკეთე ევაკუაცია. ეს ყველაფერი ევაკუაციის ერთი დიახ თქვენ ევაკუაციის ამბავი კონკრეტულად ვის ელაპარაკეთ, ვის შეუთანხმეთ? გუბერნატორს ველაპარაკეთ. დიახ. მე უბრალოდ არ გამტყუილი რომ არ გამომსვლო და ვეღარ ჩავიდოდი და დაურეკე და უთხარ ვეღარ მოვდივარ, ვერ ჩამოვალ პროდუქტებზე, იმიტომ რომ ევაკუაცია უნდა გავაკეთო. ამ დროს დაუკავშირდი ცხინვალისა და გორის ოფისებს. წითელი ჯვრის ოფისები იყო, ცხინვალშიც იყო, გორშიც იყო. და ვთხოვე რომ იქნებ შემოსულიყვნენ რომ აი ეს კოლონა რომ დაიძრებოდა ბავშვების კოლონა. რომ არ ესროლათ და რაღაცა შეთანხმება მომხდარიყო ოსურ მხარესთან. მითხრეს რომ დავლოდებოდი დაახლოებით საათნახევარი ველოდე 12-ის ნახევარზე შემოვიდნენ. წითელი ჯვარი შემოვიდა და დაიძრა ეს კოლონა. დაიძრა და გამოვიდა. კოლონა ეს ბავშვები და ქალები გამოვიდნენ და დაიკეტა ის გზაც. ნიქოზი ავნების გზა. ნიქოზი ერთადერთი გზა რომელიც არც ერთ ოსურ სოფელს არ აკვეთავდა. ეს იყო მინდვრის გზები, 8 კილომეტრიანი, 8 კილომეტრი. და დაიკეტა. მოვეკეცით ალყაში, მორჩა. იქ აღარავინ შემოსულა და იქიდან აღარავინ გამოსულა. 8 აგვისტომდე. ნუ რა თქმა უნდა, შეტევა 6-ში უკვე ქართულ სამშვიდობო ძალებს ესროდნენ, ქართული სამშვიდობო ძალები იყო ყველაზე მაღალ წერტილში იყვნენ ავნებში. განლაგებულები, ეს ადგილი დაიკავეს 2007-ში განთავსდნენ, მანამდე არ იყო ავნებში. რუსული სამშვიდობო ძალები იყვნენ და ქართული სამშვიდობო ძალები არ იყვნენ. 2007 წელს დაიკავეს ის სიმაღლე. და ამაზე ძალიან გართულება ჰქონდათ რომ რატო დადგნენ, რავი როგორც ვიცი, იმასაც იძახდნენ რომ SKK-ს გარეშე, SKK-ს გადაწყვეტილების გარეშე დაიკავეს ეს სიმაღლე. ციციკოს მთა, ესეთი ადგილი. მაგრამ იქვე ახლოს 800 მეტრში იყო ისინი სიმაღლე ეკავათ, იმად რუსების სამშვიდობო ძალები. ჩვენ არ აქვს გაკეთებული არც თხრილები არ აქვს არც ბლინდაჟები არ აქვს არაფერი, ხა სოფელში დაბლა რა უნდა გავიკეთებინა.
თაზე იმათ ქონდათ გარშემო ფაქტიურად ხუთ ადგილზე იყვნენ განლაგებულები 5 ადგილიდან უტევდნენ ქართულ სამშვიდობო ძალებს 5 მიმართულებიდან იყო ხეთაგუროვის სოფელი აი მის სიმაღლეებიდან ურტყავდნენ იყო დანიტილიანა მაღლა იყვნენ ვაგონები ედგათ ეგრეთ წოდებული ესეთი ვაგონები და იქ იყვნენ იქიდან ურტყავდნენ იყო ნულის თავზე დასავლეთიდან ურტყავდნენ დვანის მხრიდან ურტყავდნენ აი ესე მოიმწყდიეს ეს სულ ყავდათ 2 BMP მეტი არ ყავდათ 2 BMP 2 ქართულ სამშვიდობო ძალებს დანარჩენი იყო ავტომატიური და პოლიმიური აი ესეთი რაღაც შეიარაღება ქონდა აი ეს რაც შეეძლოთ ახლა ძალიან გვიან გახსნეს ცეცხლი ჩვენმა სამშვიდობოებმა რაც შეეძლოთ აი 5-ვე მიმართულებას იგერიებდნენ და სადღაც უკვე 7-ში საღამოთი დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა 2 BMP დაზიანდა ეს დაუზიანდა ეს ბაშნია მოხადეს და მეორეს კიდევ ესეთი მაგას ლულები აქვს ბევრსოისთვის მე ეჭედება ხოლმე და ეს რეზბითარის მოიხსნება და ახალი უნდა დააყენონ რა ფაქტიურად დარჩენი ისინიც აი ესე რა არაფრის გარე მაგრამ მომშველებელი ვიღაცა რომ მოხმარებოდა არც ის არავინ არ ეხმარებოდა დაახლოებით 5 საათი იქნებოდა როცა არ ვიცი რა ეგეთი რა იყო სამშვიდობო ძალებს იქ ჰქონდათ გაკეთებული ბლინდაჟი რომელზეც იყო დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის კრუგლიაკი დალაგებული და ზევიდან იყო 1 მეტრო მიწა დაყრილი სადაც თავსაფარებდნენ დაბომბვის დროს აი ეს რაღაცა რაც დააწყეს ეს არ იყო ახლოდან გამოსროლილი ეს არ იყო იქვე იმ მანძილიდან 1 კილომეტრიდან შორიდან რაღაცა დაარწყეს მე არ ვიცი რა იყო დაახლოებით 10 მეტრზე წაიღო ეს მორები ეს მიწა და ეს მორები აიტანა 10 მეტრზე დაბლიდან უყურები და ჩანდა და მაშინ დაიღუპა 2 მშვიდობის მყოფელი თაყაძე და ტრაპაიძე 2 გარდაცვლილი იყო რამდენიმე დაჭრილი და რამდენიმე კანტუზირებული ნუ მე ამ დროს საჭმელს საერთოდ აღარ იღებდნენ მარტო წყალზე იყვნენ არ იღებდნენ საჭმელს არ უნდათ რა 2 დღე საჭმელი არ აჭამეს და წყალი კიდევ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი პირი უშრებოდათ 600 ლიტრი წყალი ამ ქონდა კასრებით 200 ლიტრიანებით და რაღაც 2-3 საათის მერე ისევ წყალს ითხოვდნენ რა თქმა უნდა დაჭრილები და მიცვალებულები ჩამოვიყვანეთ ავნევის ამბულატორიაში და გადიოდა საათები დრო 40 გრადუსი სიცხე იყო იმ დროს ალბათ გეხსოვნება ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო და საშიშროება იყო იმისა რომ ეს დაჭრილები მართალია პირველადი დახმარება აღმოუჩინეთ სიცხლის შეწყვეტა რაღაცა იქ ამბულატორიაში ყავდა ექთნები ექიმები მაგრამ ამათ ესაჭიროებოდა თუკი გამოყვანა და ვერ გამოყვავდა ყურაშოს ურეკავდი მეუბნეოდი რომ იქნებ როგორმე გავიყვანოთ და ამუკა მეუბნეოდა რომ არა დაღამდეს და შენ მერე ღამე ერთი სიტყვით ვერავინ შემოდიოდა და მე ეს ღამე გამოვიყვანეთ იმ დროს როცა 11-სა და 15 წუთზე როცა артиლერია ჩვენმა артиლერიამ გახსნა ცეცხლი აი იმ დროს გამოვიყვანეთ იმიტომ რომ ის საცეცხლე წერტილები რომლებიც ამ გზას კეტავდნენ ჩაჩუმდნენ ზუსტი დარტყმები იყო განხორციელებული სხვათა შორის მინდა გითხრათ ზუსტად იქ ურტყავდნენ სადაც ისინი იდგნენ იმ ადგილებზე დაარტყეს ესენი გაიფანტნენ გაიქცნენ და ჩაჩუმდნენ დილით გამთენიისას 8-ში გამთენიისას 5 საათზე შემოვიდა მეოთხე ბრიგადა ეს იყო დაახლოებით 15-მდე ეს 75 იყო ტანკი და ქვეითები მოსდებდნენ ეგრეთ წოდებული პიკაპებით მანქანებით შემოვიდნენ ავნევში გაჩერდნენ ჩვენ გაგვიკვირდა რა ავნევში დადგნენ აღარ იძროდნენ ეტყობა ბრძანებას ელოდებოდნენ და დაახლოებით 3 საათი იყვნენ სოფელ ავნევში ცენტრში და მერე დაიწყეს მოძრაობა ცხინვალის მიმართულებით ცხინვალიდან ავნევიდან ცხინვალამდე არის 9 კილომეტრი და უნდა გაიარონ სოფელი ხეთაგუროვი, აი წუნარი ხეთაგუროვი ერთი და იგივე სოფელია, ტბეთი უნდა გაიარონ სოფელი ტბეთი და მერე უკვე
არ ვიცი დუბოიროშას ეძახდნენ ხოლმე ნაძვნარი იყო და იქიდან უნდა ჩასულიყვნენ ქალაქ ცხინვალში. როცა მივიდა ეს კოლონა იმ ნაძვნართან იქაც გაჩერდნენ ცხინვალში არ ჩავიდნენ ჩვენი ჯარისკაცები სამხედროები გამოვიდნენ და თავი შეაფარეს ისვენებდნენ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ არც ერთ სოფელში არც მანამდე სანამ ავნევში ამოვიდნენ წინააღმდეგობა არ შეხვდათ არც ცხინვალისკენ დაიძენ არ შეხვდა წინააღმდეგობა ვერ გაუწევდნენ უბრალოდ ისინი იყვნენ გაფანტულები და მე გავიგე სადაც იყვნენ თურმე ესენი ახლოს სოფლებთან ახლოს რო აკეთებდნენ თხრილებს და აკოფებს მოშორებით დაახლოებით 2-3 კილომეტრი ტყის მასივებში ქონდათ გაკეთებული სპეციალური ბრინდაჟები სადაც მომარაგებულები იყვნენ წყლით საკვები პროდუქტები და იქ იყვნენ ჩვენ გვეგონა რომ საერთოდ გაიქცენ ხალხი აღარ არის ამ სოფლებში მაგრამ წინასწარ მომზადებული ადგილები ქონდათ და ზუსტად აი ამ ლოდინის მე არ ვიცი ალბათ ბრძანებას ელოდებოდნენ იმიტომ ვიცოდით რომ ნიკოზის მხრიდან უკვე რაღაცა შესულები იყვნენ ერგინეთის მხრიდან უკვე შედიოდნენ ჩვენი ნაწილები და ეს რატომღაც ეს ჩვენი ავნევის მხრიდან წასული მეოთხე ბრიგადის და ეს არ შევიდა ცხინვალში არ შევიდა მანდ მოუსწოთ რუსულმა ბომბდამშენებმა და ფაქტიურად ის კოლონა გაანახევრა რა ესე თუ ტანკები ეგრე ადვილად იწვებოდნენ მე არ ვიცი როგორც ბიჭის კარობკები ეგრე დაიწვენ აი კოლონა ფაქტიურად მოტრიალდა ეს კოლონა აღარასცადა ცხინვალში და ისევ ავნებზე წამოვიდა და ჩამოიარეს აი მსუბუქი მანქანები ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები რა თქმა უნდა სულ ყველა ვერ წამოიყვანეს და მე იქვე აი ესეთი თხრილები იყო და მიეყარეს მიწა რა თვითონ ალბათ ოსებმა მე რომ დამშვიდა სიტუაცია და გახსოვთ ალბათ პატრიარქი რომ შევიდა და მიცვალებულები რომ გამოიყვანა ზუსტად ეს მიცვალებულები იყვნენ რომლებიც იქ დაიხოცნენ მაგრამ ხო ვიცი აი ეს რაც იყო ესე რომ ძამე მქონოდა არ ვინმეს ეთქვა რომ გამეკეთებინა ევაკუაცია მოსახლეობისა არავის არ უთქვია ეს ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ რომ ამაში რაღაც ლომის წილი მე მივიღე ან რაღაცა გმირას წარმოვაჩინო თავი ხალხმა თავს თვითონ უშველა თვითონ დააღწია ხალხმა თავი რა თქმა უნდა წინა დღეებში ფიქრობდი რომ საით გამეყვანა ხევებით როგორღაც რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში მაგრამ რახანც ეს დერეფანი მოგცეს მაშინ და გამოვიყვანეთ ხოლო მეორე დღით უკვე 8-ში ჯარი რო წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან მოსახლეობას უთხარი რომ თავს უშველეთ მეთქი ვისაც რა საშუალება გაქვს წადით უკვე დარჩენილ მოსახლეობას იქ იყო რა თქმა უნდა ქალები იყო კაცები რომლებსაც თავიდან აუგზალე რომ არ უნდა გამოსულიყვნენ მაგრამ მე უთხარი რომ გაერიდე და წადით მეთქი და მივედი პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და უთხარი რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფერნულიდან ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი მითხრა რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო მე უთხარი რომ დამაბრალე მე პირველ რიგში დაგხოცავენ ფორმიანებს არც ერთსაც დაგინდობენ ყველას დაგხრეტავენ და გადიდატოვეთ იმიტომ რომ იქ აღარავინ აღარ იყო მოხუცები იყვნენ რა თქმა უნდა დამიჯერეს წამოვიდნენ რა მე დავრჩი და 9-ში 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც სურველი იყო მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით ქარელში ჩამოვიყვანეთ დანარჩენი დაახლოებით ორივე სოფელში 50-მდე მოხუცი დარჩა ნურში და ავნევში არ გამოყვნენ რატომღაც ეგონათ რომ დაინდობდნენ მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე რომ გამოვედით იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში 11-მდე ვერ შემოვიდნენ 11 12 მასიურად 11-იც ის უკვე დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა რაღაცა და ბევრი მაშინ დაიხოცა გამოყვანის დროს არც ერთი ადამიანი არ დამეღუპა გამოსვლის დროს არც ერთი
არც დაჭრილები ბევრი იყვნენ, დაბომბვის დროს იყვნენ სოფელში. მშვიდობიანი მოსახლეობა დაჭრილები, მაგრამ არც ერთი დაღუპული არ ამყავდა. არც დაბომბვის დროს, არც ევაკუაციის დროს, გამოყვანის დროს. დარჩენილები ვინ დარჩენ, მე უკვე დახოცეს 12-ში და შემდგომ რიცხვებში. არ დაინდეს. ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი კიდე იმის გულისთვის რომ წაერთმიეთ რაღაცა ძროხის გულისთვის მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გულისთვის დახვრიტეს. დამარხეს თავის ეზოში. შემდეგ მიდიოდა მეორე მარადიორობა დაიწყო, შედიოდნენ სხვა ჯგუფები, ეგონათ რომ აქ რაღაცა არის, ესეთი განძი დამარხეს, ჭურჭელი რაღაცა ამოთხიდნენ, მიცვალებულს მიწას აღარ აყრიდნენ, ტოვებდნენ ესე, ისე მიდიოდნენ ეს მოხუცები. ბატონო გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. მე რამდენიმე მოკლედ ამაზუსტებელი შეკითხვა მექნება და თუ შეიძლება როგორც შეძლებთ გვიპასუხეთ. თქვენ ბრძანეთ რომ წითელ ჯვარს დაურეკეთ და 2 საათში წითელი ჯვარი მოვიდა. რომ დააზუსტოთ წითელ ჯვარს რომელ დღეს და რომელ საათზე დაურეკეთ? 7-ში დაურეკეთ 10 საათზე დაახლოებით. 10 საათზე, 7 რიცხვი, 7 აგვისტოს. და სადღაც 12-დან პირველ საათამდე მოვიდნენ და გამოგაყვანილეს ბავშვები და ქალები. ეს გადაიღო, ეს ყველაფერი, ეს კადრები გადაიღო პირველი არხის ჟურნალისტმა ლიკა ხურციძემ, მაგრამ იმის მერე მე არ მინახია, არ მინახია. ყველაფერი გადაღებული იყო. მე ის კადრები აღარ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. პირველმა არხმა საზოგადოებრივმა პირველმა გადაიღო. არ მინახია რას ნიშნავს? ანუ ეთერში არ გავიდა? არსად არ მინახია, არც ტელევიზიაში, არც სოციალურ ქსელში, არსად არ მინახია. ბევრი რუსეთის გადაღებული კადრები ვნახეთ, მაგრამ ვერ ავნახეთ ის კადრები. და სხვათა შორის როცა ეს ევაკუაცია მიდიოდა, მთხოვეს ამ ჟურნალისტებმა რომ სოფელ ნულში ამეყვანა. 3 კილომეტრი არის ავნევიდან ნულამდე. მანქანით ვერ მოვახერხებით გადაადგილებას, იმიტომ დაარტყავდნენ და თეთრი ნივით იყვნენ შემოსულები. ავდიქი და მდინარის კალაპოტში წავიყვანე. მდინარეზე მივდიოდით, ესეც გადაღებული ეს კადრები, როგორ მივდივართ, იმიტომ კალაპოტი მაღლიდან არ ჩანდა, მდინარის ფრონის კალაპოტი. ხეები იყო გადმოსული და ესე წყალში ვატარე, წყალში და ესე ავიყვანე. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ 7 აგვისტოს, სადღაც 17 საათისთვის, 5 საათისთვის ნულზე, სოფელ ნულზე განხორციელდა შეტევა, ხომ ასეა? და თქვენ ბრძანეთ, რასაც თქვენ ყვებოდით, იმის დამიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ საკმაოდ გათვითცნობიერებული ბრძანდებით, სამხედრო შეიარაღების კატეგორიებს ცნობთ და ასე ვთქვათ, იდენტიფიკაცია შეგიძლიათ და ამიტომ ბრძანეთ ალბათ, რომ შორიდან დაარტყესო აი ამ სამშვიდობო ძალებს. შორიდან დარტყმაში რას გულისხმობდით, რომელიმე მიმართულებით? ეს არ იყო არც ეგრეთ წოდებული ყუმბარმტყორცნები და ეს არ იყო, იყენებდნენ, არ მინდა რუსული ისინი გამოვიყენო ხოლმე, მაგრამ მინამიოტები იყო 82 მმ-იანი და 120 მმ-იანი. ძალიან ისეთი ის არის 120 მმ-იანი მაინც რომ 2 სართულიან სახლს რო დაეცემა ბოლომდე ჩადის რა ადგილზე ფეთქდება. მაგრამ ეს არ იყო ამ მინამიოტების ნასროლი. იმიტომ რომ მე დავაკვირდი სხვა დღეებში დავაკვირდი, როცა რაკეტებს ისროდნენ და შორი მანძილიდან. აი ეგრე რომ შემოვიდნენ თავიდან რუსებმა გაშლა, ვერ გაიშალნენ იქ. ჩვენი артиლერია უშლიდა ხელს და ვერ მოახერხეს გაშლა, მაგრამ როცა გაიშალენ და როცა უკვე მძიმე артиლერიით დაგვარტყეს და სარაკეტო დარტყმები იყო, ჩვენ უკვე აი პირადად მე ვგრძნობდი შიშინი და ეს შიშინი იყო რამდენიმე წამი, დაახლოებით 3-5 წამი. 3-5 წამში უნდა მოესწრო ადამიანს დამალულიყო. 3 წამში, 5 წამში სკდებოდა უკვე მიწაზე იყო. და ეს შიშინი ისმოდა ხოლმე, როცა შორიდან მოდიოდა ეს რაკეტები რომ მოფრინავდნენ შვილი. აი ახლა მარცხენა ყურში ეხლაც მესმის შვილი.
და ასეთი ტიპის სიტუაცია იყო ნულზეც შორიდან რომ დაარტყეს. შესაბამისად ეჭვი გაქვთ რომ ეს იყო ნაღმამტყორცნელი. ეს არ იყო, არ აქონდათ სამშვიდობო ძალებს, არც რუსებს, არც ქართველებს და 120 მხარეს სამშვიდობო ძალებს ესეთი იარაღი არ ქონდათ. არტილერია იყო. არ ქონდათ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ოსური დაჯგუფებები იყო, აპაჩენიას ეძახდნენ, რომლებიც ამზადებდნენ და დაყავდათ სხვადასხვა ლოკაციებზე, პოლიგონები ქონდათ რუსებს და ავარჯიშებდნენ. კვირაში 2 დღე მიყავდათ ხოლმე. ხელფასებს უხდიდნენ, შეიარაღებას აძლევდნენ, ავარჯიშებდნენ. კვირაში 2 დღე ყოველთვის დასხავდნენ სოფელს ხლიჩი გადაიყვანდნენ, ეს არის ზნაურის რაიონი, სოფელის ხლიჩი, საიდანაც იყო მოკოითის ბიძა, დედისმა ანდრუშა, სხვადასხვა იქ თავმჯდომარე იყო და ჩემთან დასახმარებლად მოდიოდა ხოლმე, რომ რაღაც ახალი ტექნიკა მქონდა, კომბაინები და ისინი ვეხმარებოდი ხოლმე ოსურ მხარეს. ჩამოდიოდა ხოლმე და მეც ავდიოდი იმ სოფელში და ვხედავდი რომ პოლიგონი იყო. თავისი ყველაფრით გამზადებული ტყილებით, საცეცხლე წერტილებით, წითელი რაღაცეები რო აქვს ხოლმე დალაგებული დამიზნების იმით და ესე და იქ დიდი ხანი მიდიოდა ეს მთელი წელიწადი ამზადებდნენ ამ ასე რომ ვთქვათ შევსებას აპაჩენიას რუსები როგორც იძახდნენ და ოსები აპაჩენია იყო ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული ეს ისინი მაგრამ ყავდათ აპაჩენიის გარეშე ყავდათ დაჯგუფებები ეს დაჯგუფებები ჩივიროვის დროს არ იყო მერე გამოჩნდნენ 2003 წელს გამოჩნდნენ დაჯგუფებები ეგრეთ წოდებული ჩვენსკენ ყველაზე დიდი დაჯგუფება ძლიერი დაჯგუფება იყო ძმები გაზაევების დაჯგუფება რომლებსაც ეკავათ ნულის თავზე სამების ტაძართან ეს ტერიტორიები დაიკავეს და იქ იყვნენ ხოლმე ეს ხალხი და თითქმის ყველა სოფელში იყო ესეთი დაჯგუფებები შექმნილი 5 კაციანი 10 კაციანი რომლებიც აშინებდნენ ძარცვავდნენ ქართულ მოსახლეობას უხდებოდნენ ავტობუსებს აი სახაზო ავტობუსები რომ შემოდიოდნენ მაგათ უხდებოდნენ ცემა ტყეპა იყო გატაცებები იყო კლელობები რაღაცა ახლა კარგად მოგიხსენებათ რომ ხალხი გაიტაცეს და დღემდე არაჩას ხო სამშვიდობო ძალების ქართული სამშვიდობო ძალების მთავარსარდალი იყო მაშინ მიშა ქებაძე და მისი მოადგილე იყო ზურაბ დურგლიშვილი რომლებიც ამ წუნარი ავნების გზაზე დაიჭირეს, წაიყვანეს და დღემდე არ გამოჩნდა. აღარ ზგვამი, საერთოდ დაიკარგა ეს პიროვნება. სარდლის მოადგილე. რა თქმა უნდა, ბავშვების გატაცებაც ახლა პეტრიაშვილი რო გაიტაცეს ბავშვი, სადღაც აწუთში ადგილზე ვიყავი გატაცებულ ადგილზე, საიდანაც წაიყვანეს. ხო და არაფერს არ ერიდებოდნენ რა. მე არ ვიცი, ალბათ მიზანმიმართულად იყო ეს, რომ როგორმე ქართული მოსახლეობა იძულებული გამხდარიყო, რომ დაეტოვებინა ეს ტერიტორიები და წამოსულიყო. სხვათა შორის მე ჟენევაში მომიწია, რამდენიმე რაუნდში მონაწილეობა მივიღე და იქ უკვე შემხვდა კულახმეტოვი. მაშინ სარდალი სამშვიდობო ძალებისა გახადეს სამხედრო ფორმა და ჩამოვიდა კოსტუმით შემხვდა, უკვე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის თანაშემწე იყო. ის ამ სტატუსით ჩამოვიდა ჟენევაში. რა თქმა უნდა ის ოსები და რუსები რომლებიც ქართულ დელეგაციას არ ელაპარაკებოდნენ არ ესაუბრებოდნენ მელაპარაკებოდნენ მე როგორც ადგილობრივს და კულახმეტოვიც მელაპარაკებოდა რომ თუ გახსოვსო 2007-შიო გზა რო გადავკეტეთო და საშუალებას არ გაძლევდით რომ გაგვეკეთებინა მაშინ საღებავები ვასხით BMP-ებს, რუსების BMP-ებს ეს კადრებიც არის გავრცელებული კადრებია იქ მე ვარ ასე ამ წეზე რო დგავა რაღაცა და ხო და აი 2007-შიო შენ მითხარიო რომ თქვენ არ ახართ სამშვიდობო ძალები თქვენ ახართ შემოსულები იმიტომ რომ ქართული მოსახლეობისგან დაიცალოს ყოფილი სამხრეთ ოსეთი აი ეს ტერიტორიები დაცალოთ ქართული მოსახლეობა გახსოვსო და კი მე ვთხარი მახსოვს მეთქი იმიტომ რომ ზუსტად ის 27 ივნისი იყო, როცა ეს ფაქტი მოხდა რა. ავნები ნიქოზის გზა გაჰყვავდა. იქ გზა არსებობდა, ყოველთვის იყო ჩვენი ხილის ბაღები იყო, ტაძარში გადადიოდა ხალხი, მაგრამ ვაკეთებდით ისე რომ გავლადი ყოფილიყო ნებისმიერ დროს და უსულისოფლებიდან არ გვეცადა რამე შესვლა.
არ სხვათა შორის ეს გზა რო გაკეთდა, ჰუმანიტარული დახმარებაც იმ გზაზე შემოდიოდა, სამშენებლო მასალებიც იქიდან შემოდიოდა, იმიტომ იმ წინა ზაფხულს და იმ ზაფხულს 2008-ში მიდიოდა რემონტი, სკოლების რემონტი, შენდებოდა დარბაზები, სპორტული დარბაზები და რაღაც ესეთი რაღაცები ხდებოდა და ოსური საგუშაგოები არ ატარებდნენ, რომ შემოსულიყვნენ. არც ჰუმანიტარულ დახმარებას ატარებდნენ, არც სამშენებლო მასალებს, არც სტუმრებს არ უშვებდნენ, ვინმე სტუმარი რომ შემოდიოდა, ესეთი მდგომარეობა იყო. და მაშინ უნდა ჩავრეულიყავ მე ჩავდიოდი ხოლმე ამ პოსტზე მივიდოდი ხოლმე 4 კილომეტრი იყო ავნევიდან ის პოსტი, ასე რომ დვანიდან რომ შევდივართ, პირველი მუგუთია ოსური სოფელი და პირველი რასაც ვაკეთებდი ხოლმე რამდენჯერმე ბორია ჩოჩიევს დაურეკე ბორის ჩოჩიევს, იმიტომ რომ დიდი ხნის ნაცნობობა მქონდა და უკავშირდებოდი რომ ესეთი მდგომარეობა არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ მოსახლეობისთვის. სხვათა შორის იმ დახმარებას როგორც ქართულ მოსახლეობაზე, ისე ოსურ მოსახლეობაზე გავწევდი. ბორის ჩოჩიევი მეუბნეოდა რომ ეგ ჩემი თემა არ არის. დაუკავშირდი ფრიევს. ფრიევი იყო ოსური სამშვიდობო ძალების სარდალი. და უკავშირდებოდი ფრიევს ხოლმე და მეტყოდა ხოლმე მიაწოდა ტელეფონი და ესე გამოგვდიოდა ხოლმე. ხშირად ფულიც გადამიხდია იმ პოსტზე რომ ეს შემეყვანა. თითო მანქანაში რაღაც გარკვეული თანხა იყო რომ გადამეხადა და შემსულიყავ. ბატონო გიორგი, შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. ჩვენ მოусმინეთ ბატონ ზაზაგოგავას აგვისტოს ომის დროს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს და შემდეგ თქვენ ახსენეთ თქვენი მონათხრობის დროსაც გენერალ მამუკა ყურაშვილს. ორი სამშვიდობოს ავნებში გარდაცვალების დაღუპვის, მკვლელობის თარიღად დაასახელა 6 აგვისტო. ერთ-ერთ მათგანს მე ჩავეძიე კიდეც 6 იყო თუ 7 და დადასტურებით მითხრეს რომ ეს იყო 6 აგვისტო. თქვენ კი ამბობთ დღეს რომ ეს იყო არა 6, არამედ 7 აგვისტო. და ამასთან დაკავშირებით რომ უფრო მეტი გითხრათ, იმიტომ რომ უცნაურია, ისინი ამბობენ 6, თქვენ ამბობთ 7. არა. ეს იყო 7 აგვისტო დაახლოებით 4-დან 5 საათამდე. აი ეს როცა ისინი გარდაიცვალნენ და დაიჭრნენ. 7 აგვისტო იყო, 6 აგვისტო არა, 6 აგვისტოს გზები გახსნილი იყო. 6 აგვისტოს გუბერნატორი შემოვიდა ჩემთან. 7 ამას დაადასტურებს 1000-მდე ადამიანი, იქ მაცხოვრებელი, რომ ეს იყო, იმიტომ მიცვალებულები ჩვენ ჩამოვიყვანეს, ამბულატორიაში მე ჩავიყვანე, დაჭრილები მე ჩამოვიყვანე. კანტუზირებული ადამიანები თქვენ რას ამბობთ ბატონო გიორგი რომ ორი სამშვიდობო რომ დაიღუპა და იქ გენერლებმა თქვეს რომ მხოლოდ ერთი დაჭრილი იყო, მეტი არ იყო, მე ეს კითხვა დავსვი. მეტი იყო დაჭრილი? რამდენიმე კანტუზირებული იყო, რომლებიც ვერც ხედავდნენ, საერთოდ 0% ხედვა და არც ესმოდათ, საერთოდ არ ეყურებოდა. თქვენი ჩამოსაყვანი გახდნენ ისინი? მე ჩამოვიყვანე ამბულატორიაში, მე ვიყვანე, მე ღამის პირველ საათზე მივაკითხე და ერთ-ერთ მექთარმა მითხრა რომ დაინახაო. შენმა მოყვარილმა სამხედრო დაინახა, გამოიხედაო. და სამშვიდობო დააძინეს, რა ვიცი, დაინახა, მაგრამ ყურებიდან მაინც არ ესმოდა, არ ეყურებოდა. იმიტომ დიდი დარტყმა იყო. ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. რაში უნდა დასჭირვებოდა მაშინ ორ გენერალს შეცდომით თარიღის თქმა? არ ვიცი, ალბათ ვერ გაიხსენეს. ვერ გაიხსენეს. მე ასე ვფიქრობ, თორე რა ეხლა შვიდში დაიღუპნენ და ამას ყველა დაგიდასტურებთ. კომისიის წინასხდომებს თქვენ თვალს ადევნებდით ალბათ? როგორ? ჩვენი კომისიის სხდომებს თქვენ ადევნებდით თვალს წინა კვირაში? გადავახვიე და ყურაშვილის იმას უსმინე. ნაწილობრივ გოგავას. რაიმე შენიშვნა ხო არა გაქვთ მათ მიერ მონათხრობ ფაქტებთან დაკავშირებით? აი გამიკვირდა რომ დროში ასენილები იყვნენ რაღაცა და ფაქტები არასწორი იყო, ხო? მე უბრალოდ გამიკვირდა, იმიტომ რომ არა 6-ში, არა 7-ში, არა და ამ საათზე, რავი, როდის შეწყდა, როდის დაიბლოკა ევაკუაცია, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა. აი ეს ყველაფერი რა, რაღაცა მე უბრალოდ გამიკვირდა, ჩემი მოსახლეობაც მირეკავდა შემდეგ, რომ
მეკითხებოდნენ რომ რა ხდებაო რა რატოა ეს რიცხვები არეულიო რა რატო ყვებიან იმას რაც არ იყო მე სიმართლე მივალ ადგილ თუ მე გამომიძახება მე სიმართლეს მოვყვები და მე არ ვიცი ახლა კი ბატონ ალეკოს აქვს შეკითხვა მოგესალმებით ბატონო გონერ პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რაც თქვენ შეძელით მაგ დღეების განმავლობაში რომ მოსახლეობისთვის გაგეკეთებინათ და მე სიამოვნებით თქვენ იმდენი რამე შეძელით და გააკეთეთ რომ მართლა იმსახურებთ მე მგონი უმაღლეს ჩინს განსხვავებით სხვებისგან მე გეტყვით თქვენ რატომ ასე ვთქვათ გაგიკვირდათ ეს ყველაფერი მე მანამდე ერთ კითხვას დაგისმევ თქვენ უკვე 7 8 9 10 11 ეს დღეები ვახსენეთ ჩვენ აი ამ შესაძლებლობების ადამიანს თქვენ არ იყავით იქ მარტო გამგებელი თქვენ საერთაშორისო ფორმატებშიც იღებდით მონაწილეობას მოლაპარაკებებში იღებდით მონაწილეობას ოსურ მხარესთან გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ ასევე რუსებთანაც ოკუპანტებთანაც ჰქონდათ ეს მოლაპარაკებები თქვენ ამ დროს კონტაქტი ჰქონდათ ვინმე მაღალ ჩინოსნებთან თუნდაც მოკითხვის სახით ვითარების მოკითხვის სახით აი ამ ჩარჩენილი მოსახლეობა კი გამოიყვანეთ ნაწილი მაგრამ რაიმე ურთიერთობა ჰქონდათ ან ადმინისტრაციასთან ან უკვე მიდის ომი ხო ასეთი სიტუაციაა და თქვენ იქ რჩებით ადგილზე ხო და სწორედ იმიტოა რომ თქვენ რეალურად ხედავთ იმ სიტუაციას რაც იქ ხდება და ადგილზე ხართ სხვებისგან განსხვავებით და სწორედ ამიტომ თქვენ კითხვას ამიტომ პასუხობ რომ თქვენ შეგეძლოთ იქ ბევრი რამის ადგილზე დანახვა და თქვენ როდემდე იყავით კოორდინაციას 6 რიცხვი რაიმე კოორდინაცია თუ არსებობდა არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ვიტყვი 6 რიცხვი მე მიკავშირდებოდა და ვერ დამიკავშირდა ესეთი პიროვნება იყო ინალ ბაზაევი ეს იყო წუნარისაზად ბეთის მხარეზე საველე მეთაური და ამავ დროს იყო ცხინვალში ეგრეთ წოდებული 35-იანი დეპუტატები პარლამენტი ჰქონდათ 35 პარლამენტარი ყავდათ და იმ პარლამენტის წევრი იყო ვერ დამიკავშირდა ალბათ არ ვიცი რატო ვერ დამიკავშირდა უკვე ჭირდა იქ დაკავშირება ჩვენთან ახშობდნენ ხოლმე სანამ მაგთისანძა მთლიანად დაზიანდებოდა მანამ ჩახშობა მიდიოდა ხოლმე სატელეფონო საუბრები ანკლებად მოვიდა ჩემთან ნიკო გასიევი და გადმომცა ესეთი რაღაცა გიორგი კაპანაძე ვარ მაგრამ აბსოლუტურად თელიზნაურის რაიონი ოსებიც და ცხინვალის ოსებიც ყველა მიცნობდა როგორც გონერი კაპანაძეს ეს რა ვიცი თავიდანვე ეგრე მიცნო გადაეცით გონერის რომ მაღლა მინდორში წუნარის წყალსაცავის მიდამოებში პოლიციის საგუშაგო გქონდა რომ ეს გზა არ დაეკეტათ ავნევი ნიქოზის გზა არ დაეკეტათ გაიყვანოს იქიდან ეს ხალხიო თორემ ყველა დაიხოცებაო და დარწმუნებული ვიყავ ახლა მინდორში ტრიალ მინდორში თხრილები ქონდათ და რაღაც პესოკის ტომრებით გაკეთებული ისა ქვიშის ტომრებით გაკეთებული სანგრები ქონდათ რაღაც ვერც ერთი ვერ გამოასწრებდა იქიდან მე რა თქმა უნდა გადავეცი ეს ყველაფერი პოლიციის უფროს ვანო დათაშვილი დაუკავშირდა ჩალვა ტრამაკიძე იყო სამართლის უფროსის მოადგილე მაშინ და ჩვენ მხარეზე იყო იქით ფონის კონფლიქტის ზონებს კურირებდა დაუკავშირდნენ და გამოიყვანეს ეს პოლიციელები დაახლოებით 15-მდე პოლიციელი იყო აი ეს კავშირი რაც ამ ქონდა ოსებთან იმ პერიოდში რაც შეეხება აი უკვე ქართულ ჩემ ხალხს ვეღარ უკავშირდებოდი და ოსებს ვეღარ დაუკავშირდებოდი ვერც უკვე 7-ში საღამოს ვერც 8-ში ვერც 9-ში ვერც 11-ში მხოლოდ როცა იქ შეხვედრები დაიწყო ჩემი ძმა დაიჭირეს ქარელის რაიონის სოფელ კოდასთან 2009 წლის თებერვალში და მე უკვე მქონდა
სატელეფონო საუბრები ცხინვალის რა თქმა უნდა ჟენევაში არა მე გეკითხებით ომის მსვლელობის დროს ჩვენ ხელისუფლების მხარესთან თუ გქონიათ კომუნიკაცია მეთქი და თუ ინვეს დაუკავშირდით თქვენ დონეზე რა ვერავის ვერ უკავშირდებოდი მხოლოდ აი ვინც მახსოვს ჯამბულ ბაკურაძე იყო ვინც გამოდი მამუკა ყურაშვილი ჯამბულ ბაკურაძე დიმიტრი სანაკუევი ბატონი ბესტაევი მიკავშირდებოდა და მთხოვდა რომ როგორმე მოგაწოდო მედიკამენტები და შესახვევი მასალები ეს იყო და ლადო ვარძელაშვილი აი ესენი იყვნენ ვისაც უკავშირდებოდი და ვთხოვდი რომ რა ვიცი ხლა ისინი დაგვეხმარებოდნენ თუ არ დაგვეხმარებოდნენ თუ შემოვიდოდნენ ახლა კაცები ვეღარ ვიყავი და მოხუცები დარჩენილი ალბათ რა ვიცი მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი იმიტომ უთხარი მოსახლეობას რომ ჯარი აღარ არის სამშვიდობოები აღარ არიან დატოვეთ დამცავი ჩვენი დამცველი აღარავინ აღარ იქნებოდა იქ იქნებოდა საშინელება ხო და ხო გეუბნებით ძალიან მოსახლეობამ თვითონ აი გამოიჩინა ისეთი რაღაცა რომ ეხლა არ ვიძახი რომ ეხლა მე უბრალოდ მოუწოდე რომ წამოსულიყვნენ იქიდან მაგრამ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ერთი მანქანა ერთი ოჯახით არ გამოსულა ერთმანეთს ეხმარებოდნენ ერთმანეთი ასე გამოიყვანეს მოსახლეობა ბოდიში კითხავთ და შემდეგ თქვენ ამოწურეთ ბატონო ალეკო შემდეგ დაუბრუნდებით ბატონო ალეკოს და ბატონ ილიას სურს კითხვის დასმა ბატონმა მამუკა ყურაშვილმა როცა აქ იყო თქვა რომ ის მან მალევე შეძლო მომდევნო საათებშივე არა მაგრამ მალევე შეძლო ცხედრების თავისი ორი პირადი შემადგენელი ვინც ყავდა იქ შემადგენლობა ორი რომ დაიღუპა გამოყვანა და აღმოჩნდა რომ თქვენ გამოიყვანეთ ის არა მე გავიყვანე ამბულატორიაში ეხ და შემდეგ რო გვითხრათ მიცვალებული შემდეგ უკვე იქ დიდი ხანი გაჩერდა და აი როგორ გითხრა 5-6 საათი ცხედრები იყო მანქანაში სასწრაფო დახმარების მანქანაში და ღამე გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანამ გამოიყვანა და არა სამშვიდობო სასწრაფო დახმარების მანქანა და ვინც გადარჩა ისინი ვინ გამოიყვანა გამოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანა კი რათა შორის ვერ შემოდიოდნენ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ შემოდიოდნენ მე დავინახე უკვე სადღაც 10-ში დავინახე როცა გამოვიარე რომ დირბში სოფელი დირბი ქარელის რაიონი საველე ის იყო გაშლილი იქ სადაც უკვე ძალიან დიდი მობილიზება იყო სასწრაფოებისა და იქამდე როგორღაც ეს მიცვალებულები და დაჭერილი როგორღაც გაყავდათ აი ჩვენი ადგილობრივისა ბატონო ალეკო მე გმირობას მივცემდი იმ სასწრაფო ძღოლს რომელიც ამას ახერხებდა ეს არ იყო სამხედრო პიროვნება ეს სამოქალაქო სასწრაფოს როგორია სახელმწიფო დემურ ჭიღლაძე და მე უკვე იქამდე რომ ჩაყავდა ეს დაჭრილები ისინი იქიდან მე უკვე გორში გადმოყავდათ ეგრეთ წოდებულ გოსპიტალში მოყავდათ მე ეს დაჭრილები და გარდაცვლილები ის როდის იყო როდესაც დროებითი ადმინისტრაციის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გახდათ ბატონი თამაზ ბესტაევი გორში იყო 8-ში და ის მიხვდა რომ იქ უბედურება დატრიალდება და მანაც როგორც თქვენ ისე რომ ზემოდან არავის დაუვალებია დარეკა და თქვა რომ თავს უნდა უშველოთ ყველამ ერთად გაერთიანებული ძალებით თქვენ შეგეხმიანეთ კი მე და მიკავშირდა მე მითხრა რომ რამ მდგომარეობაა შენთან როგორ ახარ მე უთხარი რომ ალყაში ვარ ძიმე მდგომარეობა ვერ ვახცევ თავს ქალები ვეღარ გამომყავს ახლა ახალგაზრდა ქალები გამოვიყვანენ მაგრამ ახლა ცოტა ისეთი ადამიანები რომლებიც შეიძლებოდა რომ იქ ახლა ადამიანები ვარ და იცით რომ რა ხდება ომის დროს მით უმეტეს როცა ესეთი ბანდფორმირებები არიან მე უკვე შემომსვლელები რა ხდება მე როგორ აწიოკებენ ადგილობრივ მოსახლეობას და ამიტომ გადავწყვიტე რომ ბავშვები და ახალგაზრდა ქალები საშუალებაც არ მქონდა რომ სულ ყველა ერთად გამოგვიყვანა არ იყო იმდენი ტრანსპორტი ჩვენთან ორი სოფელი ვიყავით სულ ყურაშვილს რო ურეკავდით
არ მოსთხოვეთ რომ ან ტრანსპორტი ზუსტად მომაშვილი მაგას ვთხოვდი რომ მომხმარებოდნენ როგორმე შვიდში კი შვიდში და ვთხოვდი რა გითხრათ ვერ შემოდიოდნენ ფაქტიურად რა არავინ არც ერთი მანქანა არ შემოსულა არც ერთი თვითონ მამუკა ყურაშვილი იყო 6-7-ში შემოსული ავნებში პირადად 6-7-ში არ მინახე შეიძლება 8-ში შემოვიდა ან 7-ში ღამე შემოვიდა არ ვიცი მე არ მინახე 7-ში მთელი დღის და განმავლობაში გითხრათ რომ ვერ დაგეხმარებიო არა ვერ მეხმარებოდნენ კარგი თქვენ რომელ რიცხვამდე იყავით და როდის დატოვეთ იქ? 10-ში დავტოვე 10-ში ანუ ღამე 10-მდე თქვენ იქ ხართ მთელი ამ მოქმედებების დროს. დიახ და როგორ გამოხვედით? ფეხით გამოვედი აი ესე წამოვედი ნიქოზის მიმართულებით მაგრამ ნიქოზი თქვენთან ერთად რა ვინ იყო კიდე? ნიქოზი რამდენიმე გელაჯავახიშვილი რამდენიმე მამაკაცი იყო ჩემთან ერთად და ფეხით წამოვედით და აი ესეთი არხებია რა სარწყავი არხები მაშინ დამშრალი იყო წყალი არ მოადირებოდა და მოვდიოდით ძირითადად არხში იმიტომ რომ შეიძლება საფრენ აპარატებს შევემჩნიეთ იმიტომ რუსული თვითფრინავები დაფრინავდა და არხებთან მოვდიოდით და როცა ამ ხმას გავიგონებდით ვიმალებოდით არხებში რა ესე ჩამოვახწე სოფელ ელქცეული არის გორის რაიონი აი ღამე იყო და артиллерия იდგა მცირე артиллерияს ეძახიან 12 კილომეტრზე არის ზომის ამ артиллерияის მცირე артиллерия ჩვენი артиллерия იყო იქ 100 მეთაური იყო შუბითიძე როგორც მახსოვს და დაიძახეს რომ დამიძახეს დეკო ღამე იყო და მე უთხარი რომ გონერი ვარ მეთქი და მე იმ 100 მეთაურმა უთხრა რომ გამგებელიაო და რა ვიცი აი ესე მივედი რა რამდენი იარაღი მეკი და რამდენიმე რაც გზაში ავკრიფე მიტოვებული იარაღი ქვეყანა იარაღი იყარა დაახლოებით 6 ავტომატი მომქონდა მივედი რაც მოვითხოვე პირველი წყალი და მალე ენერგია ანუ 10-ში თქვენ დატოვეთ იცოდით რომ უკვე უკანი ხევდა ჩვენი დანაყოფები თუ 10-ში გქონდათ ინფორმაცია აი როგორ იყო იცით 8-ში რო დატოვა აი მე დეტალურად არ მოვყევი რა ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება 8-ში საღამოთი რო დატოვა ჩვენ მაშინაერთებმა აბსოლუტურად B4 ბრიგადა რო გავიდა სამშვიდობოები რო გავიდნენ აღარავინ აღარ დაჭა პოლიციაც რო გამოუშვს უყელ იქ იყო აღარავინ აღარ იყო აი მარტო ადგილობრივი რამდენიმე მოსახლე რა აი ჩემთან ერთად და ნულშიც კიდევ აგე სპარტაკ პეტრიაშვილი იყო თავის ხალხი აიყვანა წაიყვანა და იქ იყო გამაგრებული გენო პეტრიაშვილის მამა ხო და გამთენიისას 9-ში 9 რიცხვში 9 აგვისტოს გამთენიისას შემოვიდა სენაკის ბატალიონი შემოსვლა დაიწყო ისევ შემოვიდა ისევ სოფლებში და იმდენი არ ვიცი იმდენი ტექნიკა შემოიყვანა რომ ფაქტიურად ცენტრალურ ქუჩაზე ბულვარს ეძახდით ვერ ეტეოდა და მე ავდექი და ნაწილი ჩავიყვანე დინარისპირას ჭალებში რომ ცენტრალურ ბანკს დაბომბავენ აქ მოყვებით ეს ჯარი აქ იქნება და აქ რო ამდენი ხავე ერთმანეთს ვერ უქცევდნენ იმდენი იყვნენ უკვე შემოვიდა ეს იყო სენაკის ბატალიონი 9-ში შემოვიდა მაგრამ 10-ში დილით მათაც დატოვეს სხვათა შორის ძალიან მაგრად იბრძოლეს აი ის გაფანტული და დამალულები უკვე გამოვიდნენ და ამათ უკვე სენაკის ბატალიონს სოფელ ხეთაგუროვოსთან ტბეთთან უკვე პირდაპირ წინააღმდეგობას უწევდნენ მაგრამ რა ვიცი ესეთი სახმელეთო ბრძოლებში ძალიან მაგრამ აღლა ჰაეს ვერაფერი ვერ მოუხერხეს ვერაფერი იმიტომ რომ მოშლილი იყოს ლოკაცია ეს ლოკატორები აღარ არსებობდა მოიშალა აქეთ საიდანაც გადასცემდნენ საერთოდ სამხედროს კი არ უნდა ვინმე კი არ უნდა უთხრას რომ რაღაცა მოფრინავ საფრენი აპარატი იმას უნდა გადასცენ ყურში ესმის რომ სადღაც რამდენიმე კილომეტრი ამდენ წუთში მოვა და დაგარწყავთ ხო ესენი უკვე აღარაფერი აღარ დაყრუდნენ და ცაში ეყურებდნენ ცაში იყურებოდნენ რომ დაენახათ საფრენი აპარატები აი ესეთი მდგომარეობა იყო სრული ქაოსი იყო და აღგენა გამოვიდნენ ახლა დილით გამთენიისას აბსოლუტურად სულ ყველა შენაერთმა დატოვა ჩვენი ტერიტორია ფრონისხევა 9-ში 10-ში 10-ში დილით გამთენიისას 9-ში შემოვიდნენ 9-ში შემოვიდნენ დილით 10-ში დატოვეს ის 10-ში ღამე გამოვედი მე აი რო თენდებოდა უკვე 10 მაშინ გამოვედი ფეხით დავიწყე
თქვენ ახსენეთ, რომ პირველი არხის ჟურნალისტები იყვნენ და ისინი გამოყვნენ იმ კოლონას, რომელსაც აცილებდა წითელი ჯვარი. დიახ. მარტო საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტები იყვნენ თუ სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ და როდის შემოვიდნენ? შვიდში შემოვიდა. შვიდში დილით შემოვიდნენ. შვიდში დილით შემოვიდნენ. შემოვიდა, მე სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ზედმეტი სახელი და მომახსოვდა, ბალუ ოპერატორი ყავდა, ლიკა ხურციძე ბალუ ოპერატორი ვიღაც. აი ესე დავიმახსოვრე. ხო, და სხვათა შორის მე რავი მოვიკითხე და უბრალოდ კონტაქტები აღარ მომხდარა რა, ჩვენ შორის. და აი ესენი შვიდში შემოვიდნენ, გადაიღეს ის ყველაფერი. ბავშვების გამოყვანა, გადაიღეს ნულში, რა მდგომარეობა იყო სოფელ ნულში რო ავედით. მერე გადაიღეს დაჭრილების გამოყვანა, როგორ გამოყვაოდა დაჭრილები. ვინმე ადგილობრივი აცილებდა მათ ამ დაყვებოდა? მე დავყვებოდი. თქვენთან ერთად იყვნენ ეს? კი, სადაც მე და ამ გადაღებას თქვენ ეუნებოდით, რომ ამ დროს აქ ეს ხდება თუ და ისინი ამას მე სხვათა შორის სოფლიდან მოშორებით გარეუბანში ჩავიყვანე, რომ მაინც ძირითადად ცენტრი იბომბებოდა და გარეუბანში შეიძლება უფრო გადარჩენილიყვნენ. ამიტომ კაცელაშვილების ოჯახში ჩავიყვანე, რომ მეთქი ღამეს აქ გაათევებთ, მაგრამ რო გამოვედი და სადაც ცენტრალურ უბანში რო გამოვედი, ისევ იქ დამხვდები, ისევ ამოვიდნენ, ეშინოდათ იქ არავინ არ იყო. იქ შეიძლება ვიღაცა შემოსულიყო და ისე მოვეკალიო, რომ ვერავის ვერ გაეგუოთ. აქ ხალხი მაინც არის. ამიტომ ჩავიყვანე და ცენტრალურ უბანში გეგელაშვილის ოჯახში მივაბარე და უთხრა, რომ მიხედეთ ჟურნალისტებს, მაგრამ აი ესენი რომ შემოვიდნენ. რამდენი კაცი იყო? 3 იყვნენ, მძღოლი, ოპერატორი და ჟურნალისტი. გასაგები. ეს ყველა რო გამოვიდა თქვენს, რომ რამდენი ოჯახი დარჩა, რომელიც თქვენ თქვით, რომ არ წამოვიდნენ და დაახლოებით სულ ავნებში და ნულში დარჩა დაახლოებით 30-40 სული მოხუცებული. დიახ. და მათთან ყველა არა. რამდენიმე დაიღუპა, ერთი სახლში ჩაწვეს ყაზახაშვილი, ერთი ზოხის გურისთვის მოკლეს, ერთი კიდევ რა ვიცი დაბომბვის დროს კიდევ ხომ მიდიოდა დაბომბვა და ეგთანი იყო ასეთი პიროვნება იყო ტაბატაძე, ზაირა ტაბატაძე, ის გარდაიცვალა კიდევ. დანარჩენებმა გამოაღწიეს და გამოვიდნენ რა. ყველა გამოვიდა? კი, ყველა გამოვიდა. გასაგები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გონორ თქვენი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველ რიგში მე შევუერთები ჩემი კოლეგის მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობები აი ამ თქვენი და თქვენისთან ადამიანების ვაჟკაცობას და გმირობას და ღირსეულ საქციელს არასოდეს არ დაივიწყებს ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. მე ორი კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ რო ყოფილიყავით იმ პერიოდში გადაწყვეტილების მიღები პირი. რას გააკეთებდით? და მეორე ასევე კონკრეტული კითხვა მექნება აი ამ დღევანდელი გადმოსახედიდან. რა შეიძლებოდა მაგალითად რომ ან თქვენ ან სხვას გაკეთებულიყო, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და იმ ხალხისთვის, აი თქვენ ვიზეც აი ესე ემოციურად საუბრობდით. მადლობა. კი, გაგცემთ პასუხს. 2004 წელს, როცა წვერიახოს მდგომარეობა იყო დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობებში, ფრონის ხეობაში აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არ გადაცვლა. დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. მე მინდა გითხრათ, რომ 2004 წელს, როცა იქ დაახლოებით 16-17 ადამიანი დაგვეღუპა, ფრონის ხეობ ჩემი კომბაინები თიბავდნენ ოსურ, ასე რომ ვთქვათ, სათიბებს. მაშინაც ზაფხული იყო, მოსავლის აღების პერიოდი იყო. თხოვე სოფელმა წუნარმა ვათხოვე და ჩემი კომბაინით გათიბეს ის მოსავლის აღება დაიწყო. ბავშვები გადმოიყვანეს ფრონის ხეობაში, ცხინვალიდან გამოარიდეს, გამოიყვანეს ფრონის ხეობაში. უყურეთ, მაშინ არაპირებდნენ ფრონის ხეობაზე რამე რო ყოფილიყო, რამე რო წამოეწყოთ. მაგრამ 2008-ში უკვე იქ აგვისტოს რიცხვებში ბავშვებს ვეღარ ხედავდი ოსურ სოფლებში. იქიდანაც გაიყვანეს ფრონის ხეობიდან.
თორემ აი სანამ ეს ომი დაიწყებოდა და 2008 წლის სიმამდე მივიდოდით აგვისტომდე ბატონი სოზარი ბრძანდებოდა ჩემთან ხეობაში გიორგი ხაინდრავა და ბატონი სოზარ სუბარი შემოვიდნენ ჩემთან სხვათა შორის ცხინვალიდან წამოვედით ერთად და გადავედით გავიარეთ ეს მონაკვეთი რასაც მე გიყვებით ტბეთი წუნარი და ჩავედით სოფელ ავნებში და მე ავედით სოფელ ნულში კი და მე გზაში გიყვებოდით და გაჩვენებდით იმ სანგრებს რომლებიც გათხრილი იყო გზისპირა აი სადაც მივდიოდით ზნაური ცხინვალის მონაკვეთზე ეს სანგრები იყო გაჭრილი ორივე მხარეს გზის ორივე მხარეს და გეუბნეოდით რომ რაც დასაშვებია ოსებისთვის დაუშვებელია ქართველებისთვის ქართველებს არ შეეძლო სანგრები გაეკეთებინათ და რაღაც ადგილობრივ მოსახლეობას ოსები ჩვენ უბრალოდ აი ავნევიდან ოსურ სოფლებს ვერ წხედავდით ვერ დავინახავთ დაბლა ვიყავით ვერ დავინახავდით აი რაზე იყო ლაპარაკი მე გეუბნებით 80 ამას ვაცხადებ ნებისმიერი დაგიდასტურე 94 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ვიყავი იქ გამგებელი და რაღაცა ალბათ მომეკითხებოდა არც ერთ სოფელში არც ერთ ოსურ სოფელში არც ერთი შეიარაღებული პირი არ შესულა ჩემი ხეობიდან ჩემი სოფლებიდან არც ერთი ყლელობა არ მომხდარა არც ერთი დაყაჩაღება არ მომხდარა არაფერი აბსოლუტურად აი ესე ყავდა ხალხი ესეთი რაღაც მძლებდით გვინდოდა იქ ცხოვრება ერთადერთი ფაქტი იყო როცა სტადიონზე შემოვარდა ოსი შეიარაღებული პირი ავნევის სტადიონზე უпростоრეთ ნულის სტადიონზე და იქ უბნის რწმუნებულმა დუგლიშვილმა ესროლა და სასიკვდილო აღმოჩნდა ჭრილობა აი ეგ იყო ეგ ფაქტი დანარჩენი არაფერი არ ყოფილა მაგრამ ჩვენგან იყო გატაცებები ქართული მოსახლეობა გატაცებები ცემა ტრეპა დაყაჩაღება სულ ყველა აი ესეთი რაღაცა ყლელობები ხა არ მინდა ვილაპარაკობ დიდი ლიახვის ხეობაზე არ მინდა დროს ავწდეთ რაღაც ფაქტებს მაგრამ მე გეტყვით რომ თლიანად ამოწყვიტეს ოჯახები ამოწყვიტეს მამა და შვილები ბატონი სიმონი და თავის სამი ბიჭი ერთ დღეს დღისით მზისით დახოცეს ერთ ადგილზე ჩაცხრილეს ისინი რაც ცხინვალში არ დადიოდნენ ოსურ სოფლებში არ დადიოდნენ თავის სოფელში დახო თამარაშენში დახოცეს ასევე ხაჭაპურიძეები რო დახოცეს შური იძიეს ხებზე სხვა რაღაცა გაუკეთა თქვათ ვიღაცა მოკლა მაგრამ შური იძიებას აღარ უყურებდნენ ვინ იყო დამნაშავე ნებისმიერ ქართველზე შეიძლება შური ეძიათ ეს იყო უკვე ნადირობა იყო და რაღაცა იყო მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გვინდოდა იქ ცხოვრება არ გვინდოდა ჩვენ წამოსვლა სხვათა შორის ახლა სამკურნალოდ რო ჩამოდიან ოსები მე ვეკითხები რა ხდება იქ იმ სოფლებში უკვე დაეხურათ სკოლები დაეცალათ სოფლები აღარ აყავთ მოსახლეობა იმ სოფლებში სადაც იყო თქვათ 100 ოჯახი 80 ოჯახი რომ მეუბნევია 3-4 ვეკითხები 3-4 რა ოჯახი არა სული აი იქ ზემო სოფლებში უკვე ზაურის რაიონის სოფლებში აღარ არიან მოსახლეობა აზრზე დადიოდა რამდენიმე ავტობუსი ცხინვალი ზნაური ცხინვალი გრუსტარკი ცხინვალი ბალთა და გატენილი ავტობუსები დადიოდა ეხლა დადის თურმე ერთი მარშრუტკა დღეში 2 რეისს აკეთებს და 5 ადამიანი მეტი არ მისდევს დაცლილია და მე ვუთხარი თუ თქვენ არ გინდოდა ცხოვრება ჩვენ ხო გვინდოდა და ვიცხოვრებდით მეთქი რა მითხეს იცი რატო გამოვხარეთ ჩვენა გამოვხარეთ აი ესეთი პასუხი იყო ესეთი ოსების პასუხი აქ ჩამოსული აი სამკურნალო ჩამოსული რეფერალურ პროგრამაზე რო ჩამოდი ჩვენ არ გამოვხარეთ თქვენ კარგად იცითო ვინ გამოვხარეთ თქვენ კარგად იცითო ვინც გამოვხარეთ ჩვენ არ გამოგვიყრიხავთ არა მე ვუთხარი არა ხართ მართლები იმიტომ რომ ის სახლები გადაწვით თქვენ რუსები აცხადებდნენ რომ ჩვენ არც ერთი სახლი არ დაგვიწვავს ომის შემდგომ პერიოდებში ძარცვა და გადაწვა ყოველ ღამის პერიოდში წვავდნენ დღეს სახლებს არ აწვავდნენ ყოველ ღამე 20-30 სახლს წვავდნენ აი ესე მოდიოდნენ ჩემი სახლი ცოტა გვიან დაიწვა ყველაზე პატარა სახლი მქონდა სხვათა შორის სამში ჩავასხი საძირკველი 3 აგვისტოს მე რო რაღაცა ინფორმირებული ყოფილიყავი ან მინიშნებით მაინც ეთქვა სამში ხო მაგას არ გავაკეთებდი გასაგებია ბატონო გურამ გთხოვთ გამარჯობათ ბატონო გონერ ძალიან მოკლედ შევეცდები
კითხვა დავსვათ, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა მადლობით დავიწყებ რომ მოგბრძანდით და თან მონაწილეობდით აი ამ პროცესებში. ეხლა ის ფაქტი რომ სამწუხაროდ ადრეც იყო ცნობილი და დადასტურდა კიდევ წინაკვირის დღეებში რომ კოორდინაცია არ არსებობდა, ეს სამწუხარო მოცემულობა დადასტურდა. ამას ისიც ადასტურებს კიდევ რომ დღეს თქვენ რა განცხადებაც გააკეთეთ, გენერლებმა ის არ იცოდნენ 6 აგვისტოს მოხდა ეს ორი ადამიანის გარდაცვალება თუ 7 აგვისტოს მოხდა. ესეც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, თითოეული ჯარისკაცის თუ სამხედროს მიმართ პატივისცემით, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ პასუხების მოთხოვნით, მხოლოდ ამ მიზნით. ვიკვლევთ ჩვენ აი ამ პროცესებს და ამიტომ აინტერესებს თქვენ 94 წლიდან იბრძანდებოდით. თუ ვინმე შეიძლება რამე მოეკითხოს თან სოფლის და ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი, ყველამ ვიცით რა არის თითოეულ ოჯახში ნამყოფია და ასე შემდგომ. თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ 7-ში, 8-ში აი ამ პროცესებში ხართ, არ ხართ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ 7-ში საღამოს უკვე 11-ზე და 45-ზე, როგორც ბატონმა გენერალმა მოგვახსენა, უკვე ოფიციალურად არის გაცემული ბრძანება, რომ ვთქვათ, აქედან იყოს საპასუხო ცეცხლი, მაგრამ კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. 8-ში დილის 11-ზე, 12-ზე ბატონი ბესთაევი იყო, ბრძანდებოდა და მან თქვა, რომ ის არათუ საქმის კურსში არ იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ სამსახურში მივიდა, თანამშრომლებთან ჰქონდა საუბარი და მეტიც მისივე სიტყვებით ცაში თვითმფრინავები რო გადაადგილდებოდნენ, თანამშრომლებს ეკითხებოდა, ვისი თვითმფრინავებია იქნებ გავარკვიოთო. 8-ში. და ეხლა მაინტერესებს თქვენს ამ პერიოდში ხო იქ იმყოფებოდით, ანუ დაახლოებითი პასუხი კი ვიცი, მაგრამ საზოგადოებამ რომ კიდევ ერთხელ მოისმინოს. ჯანდაცვის მინისტრი ადმინისტრაციის იქაური 8-ში არ არის საერთოდ საქმის კურსში, რომ დაწყებულია ესეთი მოქმედებები. თქვენ გამგებელი იყავით თუ არ იყავით საქმის კურსში, რომ ესეთ სამხედრო მოქმედებები არის დაწყებული, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თქვენ აღარ ჩაგეყენებდნენ ახლა საქმის კურსში რა პროცესები შეიძლება დაწყებულიყო. აი ეს ფაქტი კიდევ მორიგჯერზე გვაინტერესებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის მიმართულებით. არა. არ ვიცოდი თუ ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. არ ვიცოდი. არა მარტო ფართო მასშტაბიანი, გნებავთ რაიმე სამხედრო მოქმედებები. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ იმას არ ვარკვევთ, საჭირო იყო, არ იყო ამ ეტაპზე ვამბობ ამ კითხვაში. შემეკითხე და პასუხი ვერ გავეცი, მე გეტყვი, ჩემი გადმოსახედიდან ეხლა. გავხსნიდი თუ არა ცეცხლს, აი, როცა ცეცხლი გახსნეს 11 საათზე და 45 წუთზე. ეს იყო 7-ში ღამე. და რა თქმა უნდა, გავხსნიდი საცეცხლე წერტილები, რო ჩაახშეს. მაგრამ მე ისმის შეკითხვა. ჯარი, რომელიც შემოვიდა. აი მე ჩემი გადაწყვეტილება, აი მე რომ მიმიყო გადაწყვეტილება. მე მგონი არ უნდა შესულიყო. ჩემი გადმოსახედიდან ჯარი არ უნდა შესულიყო. არ უნდა შესულიყო ჯარი, რომ შევიდა. მე უბრალოდ აი ახლა გეტყვით რა. მეც და მოსახლეობასაც გვეგონა 5-ში გამთენი, ისა 5 საათზე 8 აგვისტოს რო შემოვიდეს მეოთხე ბრიგადა, ეს ტანკები რო შემოვიდე, ჩვენ გვეგონა შეთანხმებული რუსეთთან. მეც ასე მეგონა და მოსახლეობასაც ასე ეგონა. რომ შეთანხმების გარეშე ეს როდის 8-ში? რა? 8-ში? 8-ში რო შემოვიდე. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ შეთანხმების გარეშე რაღაც მოქმედებები, და ჯარის შემოყვანა. მანამდე ხალხი მეუბნებოდნენ, სად არის ჩვენი ჯარი? რო ავდიოდი მოსახლეობას, რო ხვდებოდი, მეუბნებოდნენ, სად არის ჯარი? გავწირეს, რა შვებიან, არ გვეხმარებიან. მე მეუბნებოდი, თუ აქ ჯარი შემოვა, ეს უკვე ომს ნიშნავს, ხალხო. აქ ქვაზე აღარ დარჩება, ხო? ახლა ეს ჯარი იქ ხوار გაისვეს, არა, სადღაც ზესტაფონში. აქ იქნება ყველაფერი. ბატონო, ერთი კითხვაც და მე აღარ მექნება მეტი კითხვა. 10-ში გამოხვედით თქვენ თქვით. აი 10-მდე ვინმე თუ დაგიკავშირდათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ, 10-მდე იქ ხართ, იქ ტრიალებთ მოკლედ ამ პროცესებში ხარ. კი, რომ აი ეს მოახდინოთ ამის კოორდინაცია, ან საზოგადოების კოორდინაცია, ანუ დაწყებულია ამ პროცესებიდან 10-ის ჩათვლით სანამ გამოხვალთ. ვინმე თუ იყო კოორდინაციაში, რომ აი აბა რას ვაკეთებთ, საზოგადოება, მოსახლეობა რა ხდებოდა, ასე შემდეგ. არა, მხოლოდ ჯამბულ ბაკურაძე. მხოლოდ ჯამბულ ბაკურაძე. და რას ამბობთ, რას გეუბნებოდათ? სიტუაციას.
ანუ ინფორმაციას იღებდა. ინფორმაციას იღებდა. აი, მადლობა. ისევ თქვენი მონაყოლის დასაზუსტებლად, რომ თუ კარგად გავიგე. პირველ რიგში მართლა მეც მინდა მადლობა გითხრა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყავით იმდენი ხალხის გადარჩენა და გამოყვანა იქიდან საკუთარი ინიციატივით. და ყველა იმ მოსახლეს, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა. აი, როდესაც ეს 8-ში დილის 5 საათზე შემოვიდა ეს ხსენებული ბრიგადა. მე თქვენ თქვით, რომ დაიძრენ ცხინვალის მიმართულებით წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, მაგრამ ქალაქში არ შევიდნენ. მე გარკვეული საათები გაჩერდნენ, მოქმედებებს არ აწარმოებდნენ და ამ დროს მოფრინდა რუსული ავიაცია და გაანადგურა თითქმის ნახევარი მათი შემადგენლობის. აი ეს უბრალოდ იდგნენ ცენტრალურ გზაზე, არაფერს არ აკეთებდნენ, მოფრინდნენ და გაანადგურეს. რამდენი ხანი იდგნენ ასეთ მდგომარეობაში? ანუ ესე ღიათ, რომ ყველა მიცოდა რომ იქ იდგნენ. დაახლოებით 3 საათი, ან მეტი. მადლობთ. ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო და ამის შემდეგ ბატონ გიორგი კაბანაძესთან მუშაობას ჩვენ დავასრულებთ. გიორგი, მოკლედ, რამდენიმე კითხვა მაქვს. აი 2006 წელი რო გავიხსენოთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა, არჩევნები და ის რაღაცა კამპანია გოგოიტი ფანდარასტი. რას გეუბნებოდნენ რისთვის გვირდება მაშინ? თქვენ არ იყავით უბრალოდ რიგითი მოსახლე, ხო? თქვენ იყავით თემის ხელმძღვანელი და რა იყო მიზანი? ჩვენ დაგვიბარეს გუბერნიაში, გორში ვიყავით, გამგებლები, ძირითადად გამგებლებს დაგვიძახეს, სამივე ხეობის გამგებლები. ჩავედი და იქ გამოგვიცხადეს, მაშინ გუბერნატორი იყო მიშა ქარელი. იქ გამოგვიცხადეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ ალბათ ჩვენ გაკვირვება საზღვარი არ ქონდა. გაგვიკვირდა. და რა თქმა უნდა შეკითხვები წამოვიდა, რომ რა არჩევნებს ვაპირებთ. ერთია დე ფაქტო ხელისუფლება ზის უკვე კოკოიტის მეთაურობით, ახლა კიდევ ახალი არჩევნები. მაგრამ გითხრეს, რომ ჩვენო ამითო უნდა დავანახოთ მსოფლიოსო, რომ ერთ ჭკუაზე არ არის იქ მოსახლეობა. აი იმ ტერიტორიაზე. არის რომლებიც სეპარატისტებს და კოკოიტს უჭერენ ხარს და არიან მოსახლეობა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა უნდა. რა თქმა უნდა ოსური მოსახლეობას. აი მხოლოდ ეს მიზანიაო, რომ ასე იგი ერთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემხრობოდა, ძირითადად რუსეთზეა დამოკიდებული, ყველაფრით აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა ასრულებდა და მაშინაც ასრულებენ, დღესაც ასრულებენ. იმადი იქიდან ყველაფერი იქიდან მოდიოდა. ნახევარი მოსახლეობა იმ ჭკუაზე არ არის, ხო და ამიტომ ჩავატაროთ არჩევნებიო იქო და ვისაც საერთოდ ეს იყო რომ დიმიტრის სანაკოევი მაშინ რა ვიცი არჩევნების შედეგად სხვათაშორის რა ვიცი ეს იყო რაც განმარტება მეტი არ გაგვიგონია ჩვენ რა უნდა ყოფილიყო იქ ჩართულები ვიყავით მე ზოგადად ამ კამპანიამ დაძაბა ურთიერთობები კომისიების შექმნაში ვიყავით ჩართულები აუცილებლად კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აუცილებლად კომისიის თავმჯდომარე მოადგილეები და კომისიის წევრები მნიშვნელობა არ ქონა არ უნდა ყოფილიყო განლაგებული ეს საარჩევნო კომისიის ასე რომ ვთქვათ კომისიები არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო შენობებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ესეთ შენობებში არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოგვიწია დაქირავება შენობებს, კერძო საკუთრების დაქირავება მოგვიწია და ესე ჩატარდა ეს არჩევნები, ხო? მე იყო რა ვიცი, იქ ყველაფერს დავესწარი, რავი, ინაუგურაციაც იყო, ყველაფერი, მაგრამ დავინახე მე იქ ოსებიც იყვნენ ცხინვალიდან ამოსულები, გამიკვირდა რომ ცხინვალიდან ამოვიდნენ ოსები, მაგრამ მე გავიგე რომ სხვა რამის გულისთვის იყვნენ ისინი ამოსულები, ის პიროვნებები. დარისთვის იყვნენ. რა? დარისთვის იყვნენ. რა ვიცი, მე სხვა რამეშიც გამოამჟღავნეს თავები იმათ რომ აგენტურა ამოგზავნილი იყო ცხინვალიდან, ვითორემ ემხრობოდნენ ამ მიესალმებოდნენ მარჩევას რა ესეთი ამბავი. პერიოდის მერე მოსკოვიდან ძლევდნენ კომენტარებს.
კი ბატონო, ზუსტად ეგრე იყო. ეხლა პირდაპირ ვიტყვი, ხა ძალიან ხშირად დავდიოდი რეგიონში. სახალხო დამცველად როცა ამირჩიეს, მე კაბინეტში არ შევსულვარ, ჩავედი, მოვიარე ყველა ეს სოფელი, ყველა ხეობა და მხოლოდ 2 დღის მერე მივედი კაბინეტში, ჩავთვალე, რომ ჩემი იქ ჩასვლა როგორც სახალხო დამცველის ხო უფრო მნიშვნელოვანი და თვე არ გავიდო და იქ არ ჩავსულიყავი და კარგად ვხედავდი. ურთიერთობების როგორ იყო პერიოდულად დალაგებული ოსურ მოსახლეობასთან ჩვენს მოგალახეებთან და როგორ იზავებოდა პერიოდულად სხვადასხვა პროვოკაციების გამო და 2006 წლის ეს კამპანიაც ერთ-ერთი ასეთი იყო. მეორე ასეთი კითხვა მაქვს, აი როცა უკვე დევნილები წამოვიდნენ, დევნილებად იქეცით, წამოვიდა ზოგი გორში, ზოგი თბილისში, უმრავლესობა თბილისში, იმიტომ რომ მალე გორის ოკუპაციაც მოხდა. აი როგორ მოხდა ამ ადამიანების შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს თუ გახსოვთ? როცა მოსახლეობა გამოიქცა თავი შეაფარა ადრე აი 2004-ში გამოვიყვანეთ მაშინაც მოსახლეობა და გამოვიყვანეთ ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სამუდამოდ წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში 5 რაიონში მყავდა ჩემი ის გადანაწილებული. მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში, ესენი ვიცოდი სად უნდა მიმეყვანა. მაგრამ ესენი რომ თუ გამოიქცნენ თავს უშველეს და გამოვიდნენ ნათესავებს შეაფარეს ახლო-მახლო სოფლებს, გორის რაიონის, ქარელის რაიონის სოფლებში შევიდნენ. მაგრამ იქაც დაიბომბა მე ის სოფლები, შინდისი დაიბომბა, ეს ტახტიძირი დაიბომბა და იქიდანაც მოუწიეთ გაქცევა. გაიცენ ახლა გორში ჩავიდნენ, გორი დაიბომბა. აი ესე და ბოლო აი ეს, მაგრამ რა არის ის? ჩავედი გორში 10-ში და რო შევდიოდი გორში, ისევ სასწრაფოს მანქანით გადავადგილდებოდი. ძღოლი მყავდა ხალხს ეგონა ხალხი უკვე გამორბის, ცეცხლი უკიდია გოსი, მრავალსართულიან ბინებს ცეცხლი ეკიდა რაღაცა და ამათ ეგონათ რომ მე მევალებოდა იქ შესვლა, მე რაღაცა ექიმი ვეგონე რაღაცა და რაღაცა შევედი გორში ცარიელი იყო, მარკეტები მიტოვებული, სუპერმარკეტები, არაფერი აღარ იყო, ხალხი არ იყო. მე რა ვიცი 1-2-3 კაცი დარბოდნენ და უთხარი რომ აქ სადმე ხალხი არიან თუ არა და მითხრეს რომ ცხინვალის უნივერსიტეტის გვერდით, უნივერსიტეტის შენობის გვერდით იყო რაღაც შენობა. ეხლაც მახსოვს ტუფის ქვით აშენებული დიდი შენობა. და იქ არიანო, თქვენი ხალხი არიანო, ხეობის ხალხიო. მივედი და ეს შენობა იყო დანგრეული. სხვათა შორის მყარი შენობა იყო, მაგრამ ჩამონგრეული იყო და ერთი პატარა ამოსაძრომი იყო, საიდანაც ამოძრენ ეს ხალხი. რომ მივედი. ისე მტვერში იყვნენ გახვეულები. იქიდან წამოვიყვანე პეტრიაშვილები და ჭავჭავაძეები. აი სარდაფიდან გამოვიყვანე. ერთი ჭრილობა არ ხო, გორში ხო, გორში. ესენი წამოვიყვანე და ხო გეუბნებით გორი ცარიელი იყო. ეს უკვე 10-ში იყო ეს დაბომბვა. აი ზოგი ვერც იხსენებს, როდის იყო ის ცეცხლი, როდის ეკიდა გორს. 10-ში იყო. იმიტომ 10-ში შევედი გორში. ახლა თბილისში რო ჩამოვედი პარლამენტის წინ დავხვდნენ ეს მოსახლეობა. სადმე წაგვიყვანეო. სად უნდა ერთი რა გვექნა ახლა ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ ეს ხალხი, რავი იქ პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ და რავი სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა ცარიელი შენობების დაკავება, სკოლები, რავი სხვადასხვა საბავშვო ბაღები, სხვადასხვა ადმინისტრაციული რაღაც შენობები. თვითონ და მეც ესე დავიკავე, ვიღაცა მითხრა რომ საწყეო შენობა არის ცარიელი და წავედი და იქ შევედი. ეხლა რომ რესურს ცენტრია რაღაცა იქ საწყეო შენობაში, ვიყავი რამდენიმე თვე. მაგრამ საქმე ის იყო რომ აი ამ გამოსვლიდან უკვე ოდიში ხელისუფლებიდან არავის არ უთქვამს რომ ეს გამოსული ხალხი თქვენ წახვალთ აი აქ გადაანაწილეთ შენობებში არა აი ერთი რამე არ მოხდა. და მე მითხრეს რომ შენ გევალებაო რომ მიხედოო გდანი ნაძაზადევსო. აი ამ რაიონებს მიხედეო. ну ძირითადად უნდა გამეკეთებინა სიები, რომელ ობიექტზე რამდენი სული იყო ჩასახლებული, სახელობითი სიები უნდა გამეკეთებინა. აი ეს უნდა მიმეტანა მე პურის ქარხნებში დილის 6 საათზე მივდიოდი ხოლმე და რამდენი პური რომელ ობიექტზე უნდა წაეღოთ, ამას უწევდი ხოლმე. მაგრამ მაშინ იყო დაახლოებით 90,000-მდე დევნილი გდანი ნაძალადებში. გაგიკვირდებათ საიდან 90,000? ჩვენ ხო იმდენი არ ვიყავით იმ ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ რო წამოვედით უკვე ჩვენ გამოყვა 10-ის მერე, 10-ში და 10-ის მერე გამოყვა გორის რაიონის მოსახლეობა, გამოყვა ქარელის რაიონის მოსახლეობა, ნაწილობრივ ხაშური, ნაწილობრივ კასპი და იმიტომ გახდა გდანი ნაძალადები 100,000-მდე დევნილი. და მე უკვე რუსები რო გავიდნენ და შევიდნენ, აი ეს მოსახლეობა დაიძრა და ცოტა მომეშვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება გვიწევდა, რომ
დღე-დაღამე არ ჩერდებოდნენ პურისაცხოვი, პურით მომარაგება ხდებოდა, რასაც მოგვიტანდნენ ხან ყველი ხან რაღაც აი ამას ვაძლევდით. არავის თვითონ მე ბარაძე მქონდა 300 ლარი. არავის ფული არ ქონდა. არ ვიყავით ეხლა ჩვენ რაღაცა ისეთი რომ ფული გადაენახათ, შეენახათ შავი დღისთვის და რაღაცა. ეგეთი რამე ჩვენთან არა ყოფილა. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს მდგომარეობა? არ ვიცი გავიდა ზუსტად ვერ გეტყვით, არის ტყუილებში არ გავივლანდო, მაგრამ დაახლოებით ალბათ 1 თვე. ვადასტურებ, რომ ზუსტად აი მართლა ასეთი ქაოსი იყო არა მხოლოდ ზონაში, არამედ შემდეგ დევნილების განაწილების საქმეშიც, ბარემ იწერება დღეს ვიხსენებთ იმ ისტორიას და აქვე ვიტყვი რაღაცებს, იმიტომ რომ მე პირადად და ჩემო ოფისმა მაშინ განსაკუთრებულად გადავაჭარბეთ ჩვენს უფლებამოსილებას და ეთქვი რომ თქვით სკოლებში და ბაღებში სწორედ ჩვენ მიგვყავდა ეს ადამიანები და შევყავდა ვასახლებდით გლდანში, ზაკოს შენობაში, ზაკო ახალგაზრდებისთვის განმარტავ აი საბურთალოს, ვაკე საბურთალოს გზაზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცენტრალური ოფისი რაც იყო, იქ შევასახლეთ და აღარ მახსოვს გერმანული ორგანიზაცია იყო, რომელიც გვეხმარებოდა, სახლი აღარ მახსოვს, ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც გვაძლევდა საჭმელს და სახალხო დამცველის ოფისში გქონდა შტაბი, რომელიც დაგქონდა და ვანაწილებდით აქ. კაცი არ იყო პირველი კვირის განმავლობაში დაახლოებით ხელისუფლებიდან, რომელიც ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევდა. მერდა მეკავშირდა სხვათა შორის ერთი ადამიანი ატენის ხეობიდან აღმოჩნდა რომ დაახლოებით 30,000 კაცმა გორიდან ქარელიდან თავი შეაფარა ატენის ხეობას. არ იყო საჭმელი, 1-2,000 კაცი ცხოვრობს იქ სულ და არც საჭმელი ჰქონდათ, არც წამალი, არაფერი, მაშინაც ვითხოვე მერიამ 4 ავტობუსი მოგცა და ამ გერმანელების დახმარებით ეს პროდუქტი წავიღეთ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ან კასპიის მხარეს ვიარეთ. ეს რუსის ტანკებით განან და გაოცებული გვიყურებდნენ, მანქანები რომ მიდიოდნენ, იფიქრეს რომ ნებადართული იყო თორე ვინ გაგვიშვებდა და უამრავი ადამიანი არის დღეს იქაც, ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი და ჩავედით და დავარიგეთ და ხელისუფლებას აბსოლუტურად მიტოვებული ხავდა ეს ადამიანები. და ბოლოს კითხვებს აღარ დავსვამ, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ და თქვენი მონათხრობიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, თუნდაც ის რასაც სენაკის ბრიგადაზე ყვებოდით, რომ აი მართლა გმირი ჯარისკაცები, ოფიცრები ყავს, უბრალოდ ეს ტრაგედიის მასშტაბები მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული უვიცობით და მათი სურვილით, რომ თავის პიარისთვის გადაეყოლებინათ ქვეყანა. ზრუნავდნენ არა ქვეყანაზე, არა ადამიანებზე, არამედ თავის პიარზე, თუნდაც ის, რაც ორმა გენერალმა ბატონმა გოგავამას და ბატონმა ყურაშვილმაც დასტურეს, რომ ოპერაციის გადადება ისა დაწყება გადაიდო რამდენიმე საათით და შემდეგ შეიცვალა წინასწარ დადგეგმილი სცენარი მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილის ტრიბუნას და დროშებს ელოდნენ, აი ეს იყო ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და ძალიან თვითონაც სააკაშვილმაც დაადასტურა, რომ მისთვის არც ადამიანი და არც ეს ტერიტორიები არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენს, როდესაც რამდენიმე წლის მერე, როდესაც ცხელი ემოციები წესით დამსხვრალი უნდა ყოფილიყო, 2011 წელს ჟურნალ Independence მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ არანაირი ფასი, არანაირი ღირებულება საქართველოსთვის ამ ტერიტორიებს არ აქვს. არც ნულს, არც ავნევს, არც თამარაშენს, არც დიდ და პატარა ლიახვის სხვა სოფლებს, არც კოდორის ხეობას, ეს არის ქვების გროვა, რომელიც უბრალოდ საქართველოს დასატვირთებლად ჭირდება რუსეთს, თორე ეს ამას ფასი არ აქვს ამ ტერიტორიებს. აი ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი სახე, რომელიც ყოველ გამოკითხვაზე, ყოველ ახსნა-განმარტებაზე კიდევ ერთხელ დასტურდება და რაღაც ახალ-ახალი წახნაგები ამ ღალატისა იკვეთება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებიათ და რასაც აკეთებთ. მადლობა ბატონ გიორგის მიცეთ ბოლოს სიტყვა სანამ დავიმშვიდობებით. ჯართან დაკავშირებით. შემდეგ უკვე როცა აქ ჩამოვედით და ცხოვრება დავიწყეთ, რამდენიმე წელი იქიდან არაფერი არ იყო, არ გამოდიოდნენ რაღაცა, მაგრამ წლები რო გავიდა, არ ვიცი, აღარ მახსოვს 2011 წლიდან. უკვე დაიწყეს ოსებმა აქ სამკურნალოდ გამოსვლა. ეს პროგრამა იყო რეფერალური პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში გამოდიოდა და ჩემი რაიონიდანაც გამოდიოდა. ჩემი იმ სოფლებიდან, ვინც მე მიცნობდა და ძალიან, აი ბავშვები ერთად რო გავიზარდეთ.
აი ეს ხალხი გამოდიოდნენ და მეუბნეოდნენ, უყვებოდით, მიყვებოდნენ ქართულ ჯარზე. ჯარმა ისე გაიარა მთლიანად რაურის რაიონის სოფლები, ისე გაიარა ცხინვალის რაიონის სოფლები, არ ძარცვა, არც მარადიორობა, არც მკვლელობა, დახრეტა, არ წამება, აბსოლუტურად, აი გაკვირვებულები იყვნენ. ახსოვთ 90-იან წლებში რაც ხდებოდა. და მე ვუთხარი, მაშინ ჯარი არ ყავდა, მაშინ იყო სულ სხვა რამე, მაშინ იყო დაჯგუფებები, რაღაცები. ვინ ვისაკამანდროვდა არ ვიცოდით. ეს იყო ჯარი, რომელიც აი მართლა ჯარი შევიდა და გამოვიდა. ჯარი მარტო ესროდა იმათ, ვინც იარაღის წინააღმდეგობას უწევდა. აი ეს ბევრმა დამიფიქსირა ეს ფაქტები, რომ ჯარს არაფერი არ დაუშავებია ფაქტია. კი, ეს იყო ქართული ჯარი, რომელიც სააკაშვილმა გამოიყენა საზარბაზნე ხორცად მერაბიშვილთან ერთად და დავით კეზერაშვილმა, რომელიც იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი და თავდაცვის მინისტრი იმ დროს, იმის მაგივრად, რომ ჯარი დაეცვა პოლიტიკური მანიპულაციებისგან, მანაც მიიღო ამაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ისტორიისთვის კიდე ერთი ფაქტი უნდა გავიხსენო, როდესაც უკვე შესაძლებელი გახდა ოკუპირებულ გორის ქარელის სოფლებში ადამიანების შესვლა, იქ ჩავიდა ერთი ჩვენი ყოფილი კოლეგა და მაშინ ჩემი თანამშრომელი არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველის თანამშრომელი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უბრალოდ რაღაცა მოაწყვა, რომ თითქოს ადგილობრივ იყო და დეტალურად აღწერა თითოეული დამწვარი სახლი, ინახულა ადამიანები, მოხუცებულები, რომლებიც გორის რაიონის სოფლებში ჯერ კიდევ დარჩენილები იყვნენ და მისი ეს მოხსენება მართლა შეეძლოთ დაეხვიტათ ვინმე რომ მიმხვდარიყო, ვინ იყო ეს ადამიანი, ესე აღწერა, ცალკე მოხსენება გააკეთა და ეს მისი მოხსენება და მისი აღწერების შემდეგ ერთ-ერთ საფუძვლად დაედო იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და რომელიც მოვიგეთ სწორედ თეატრულუკიანის და მთელი სამთავრობო გუნდის ძალიან დიდი სკრუპულოზური და თავდაუზოგავი შრომით. დიდი მადლობა ბატონი ალეკო და დაგემშვიდობებით. ბატონო გონები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ღირსეულად შეძლებთ როგორც ერთმა მოქალაქემ, ერთმა პატრიოტმა, როგორც საჯარო მოხელემ, შეძლებთ თქვენ და თქვენ ნამდვილად ის გმირი ხართ ჩვენი ჯარისკაცებთან ერთად, რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს და ძალიან ბევრი შეეწირა და ყველაზე ძვირფასი თავის სიცოცხლე შეეწირა თავის სამშობლოს. მართლა იმსახურებთ გმირობაში. მე რა მინდა გთხოვოთ, თქვენ მოგვაწოდეთ აქ რამოდენიმე გვარი დემურ ჭიღლაძეების, სასწრაფოს უმცხოვრი, აი ეს ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად იყვნენ, ჟურნალისტები გითხარით, რომ თქვენთან ერთად იმყოფებოდნენ და აი ეს დღეები, როდესაც თქვენთვის არავის არ ეცალა, ხო, ესე დადებული. ეს გვარები თუ შეიძლება კომისიას რომ მოაწოდოთ და არ ამგონია რომ ვინმეს ეს ხალხი მოკითხული ყავდეს და თუნდაც რაიმე მადლობა გამოეხატა ვინმეს და თავის დროზე და მე ხლა ამიტომ გთხოვთ რომ თუ ასეთი ადამიანები კიდევ ყავთ და ვინც არ გამოგრჩებათ მოაწოდოთ კომისიას და ჩვენ განვიხილავთ რა თქმა უნდა. მე არ ვიცი ლიკა ხურციძე შეიძლება გვისმენს და შვიდში დაჟინებით მთხოვდა ღამე რომ გამომეყვანა. მე ვუთხარი რომ ვერ გამოვიყვანდი, იმიტომ რომ ჩემი თავი ჯანდაბას ახლა მე თუ დავიღუპებოდი, მაგრამ მიკრო ჟურნალისტი დამეღუპებოდა, მთელი ამბავი იქნებოდა, რა ვიცი, ალბათ მე არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ უარი უთხარი ვერ გაგიყვან მეთქი. ვითომ რომ დაღამდებაო ჩუმად გამიყვან, ნიქოზამდე ჩამიყვანებოდა, ჩემ თავს მერე მივხედავ. მაგრამ ვერ გამოვიყვანე. ალბაში გამოვიდა რა, იძულებული იყო დარჩენილი. ბატონო, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის გააკეთეთ პრაქტიკულად მიტოვებულმა ადამიანმა, ბევრი რამ შეძელით სხვა მამაცი ადამიანების მხარდაჭერით, ვინც ადგილზე იყვნენ. სამოქალაქო პირებმა თავის თავს უშველეს, ეს არის დასკვნა. და პირიქით თქვენ ადგილზე გამგებელი ეხმარებოდით და ხელს უწყობდით ჯარს, რომ ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო ჩვენი ჯარი ავნევიდან, მაშინ როდესაც გენერლები ადგილზე აღარ იყვნენ და გეუბნებოდნენ, რომ ვერაფრით ვერ დაგეხმარებიო. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის და მადლობა მობრძანებისთვის.
დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. ვიცი, მე მინდა რომ ყველაფერი გაიყვეს. ყველაფერი, აი, ამ დრომდე ხო, ეს არავისად გამოძახები ვარ, არავისად გამოუკითხავ, არაფერი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ არის დასაჯელი, ან ჯილდოზე წასადგენი ვინ არის, ან რაღაც ეგეთი რამე, არავის ესეთ შეკითხვები არ აქონია ხო. დაგემშვიდობებით კომისიის სახელით და მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი.